შიშის თეორია. პირველი ჩასუნთქვა, პირველი ყვირილი და პირველი შიშის შეგრძნება. ის ჩვენთან ერთად იბადება და მთელი ცხოვრების განმავლობაში თან დაგვება. შიში გვიწამლავს არსებობას, გვიზღუდავს თავისუფლებას, ანგრევს სხეულსა და სულს. ყველანაირი გადამეტების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ადამიანები ყველაფერს მივცემდით იმისთვის, რომ არასდროს განვიცადოთ შიშის შეგრძნება. მაგრამ ნუ თუ ეს შესაძლებელია. უჩვეულო ქალის ამბავმა აიოვა შტატიდან ყველა ამერიკული ტაბლოიდი მოიარა. ამ ცნობილი სტატიების გმირი ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება სხვა ამერიკელებისგან, თუმცა მისი სახელი სპეცსამსახურების მიერ გასაიდუმლოებულია, იმიტომ რომ ის უნიკალურია. მისთვის არ არსებობს შიში. გენეტიკურმა დაავადებამ ტვინის ის ნაწილი გათიშა, რომელიც შიშზე რეაგირებს. ქალს არ ეშინია არაფრის. ბუნება მის განსაკუთრებული ძალით დააჯილდოვა. თითქოს ასეთ ცხოვრებაზე ყველა ოცნებობს, მაგრამ არის თუ არა რეალურად ეს წყალობა. ქალი, რომელსაც არაფრის ეშინია, 5 ჯერ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 2 ჯერ გადმოვარდა სიმაღლიდან. ამ ქალის ცხოვრება ყოველთვის ხიფათის ქვეშ არის. მან არ იცის რისი უნდა ეშინოდეს და შესაბამისად არ იცის თავი როგორ დაიცვას. შიში არის აბსოლუტურად ინსტინქტური. შიშის გარეშე ალბათ კაცობრიობა გადაშენდებოდა და უბრალოდ არ ვიარსებებდით, იმიტომ რომ შიში გვეხმარება ნებისმიერი პრობლემის თუ სიტუაციის გადაჭრის დროს. დავიხოცებით მარტივად რო ვთქვათ. შიში არის ყველაზე დიდი ძალა ალბათ, რაც გამოძრავებს და რაც ბიძგს გვაძლევს, რომ რაღაც ახალი შევქმნათ, ახალი გავაკეთოთ. ამიტომ შიში ალბათ ყველაფერია და აუცილებელია უნდა გქონდეს. თავარი ადეკვატური იყოს ეს შიში. უძველესი დროიდან ადამიანებმა იცოდნენ, რომ შიშს როგორც ყველაფერს ორმხრივი ბუნება აქვს. ძველმა ბერძნებმა ეს ცოდნა ერთ-ერთ მითში გადმოსცეს. მითი ღმერთი პანის შესახებ. სწორედ აქედან მოდის სიტყვა პანიკა. პანი თხის ფეხებით, წვერითა და რქებით დაიბადა. გარდა შემზარავი გარეგნობისა განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. მას შეეძლო ისეთი ხმის გამოცემა, რომ ხალხი შიშისგან გარბოდა. მაგრამ ერთხელ მისი ეს უნარი სასიკეთოდ გამოიყენა. მან მტერი შეაშინა. საინტერესოა რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც გვეშინია. სახიფათო სიტუაციაში სისხლში ორი ძირითადი ჰორმონი აქტიურდება: ადრენალინი და ნორადრენალინი, რაც ტვინის სისხლძარღვებს აფართოებს, მაგრამ ამავე დროს კანის სისხლძარღვებს ავიწროებს. ეს ყველაფერი ფერის დაკარგვას იწვევს. აქედან მოდის გამონათქვამი: ისე შეეშინდა სახე გაუფიქრდაო. ამ დროს ადამიანის სხეული იმდენად სხვა ფაზაში გადადის, რომ მას არაადამიანური შესაძლებლობები ეძლევა. ანუ ძალიან სახიფათო და კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანს შეუძლია მთელი თავისი პოტენციალი სრულად ჩართვა. ამიტომაც არის ხოლმე ხშირად, რომ ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც თითქოს არაბუნებრივი და რაღაცა ზებუნებრივი ნიჭი, ძალები ჩნდება ხოლმე ადამიანი თქვა შეიძლება გადაახტეს ძალიან დიდი სიმაღლის ღობეს, ან საოცარი ძალით დაარტყას რაღაცას. იმიტომ კი არა ეს მართლაც რაღაც ზებუნებრივი, ეს მისი თანდაყოლილი უნარია, ასე ვთქვათ, მაგრამ არასდროს არ დაჭირვებია მანამდე მისი გამოყენა. უბრალოდ რაღაც სიტუაცია მოიდანა და კრიტიკულმა სიტუაციამ ბოლომდე ამუშავდა. 2012 წელი, მიჩიგანი. ფარეხში ბაბუა და შვილიშვილი მუშაობდნენ. ისინი მანქანას არემონტებდნენ. მანქანა კი ბეტონის ბლოკებზე სიმაღლეზე იყო შეყენებული. ბაბუა ქვემოთ იდგა. უცებ მანქანა სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბაბუა ქვეშ მოიყოლა. შეშინებულ შვილიშვილს თავადაც არ ახსოვს, საიდან მოუვიდა ისეთი ძალა, რომ მასზე 20 ჯერ მძიმე მანქანა აწია და ბაბუა გადაარჩინა. ეს იმის დამადასტურებელია, რომ შიშის დროს ადამიანს რეალურად სასწაული უნარები უვითარდება. ამის გარდა ჯერ ვერავინ ამოხსნა მთავარი საიდუმლო: როგორ ჩნდება შიში? რა მომენტში გვისახლდება ის? თანდაყოლილია თუ წლებთან ერთად ვიძენთ? ზოგადად ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვის არაფრის არ ეშინია. თავდასე არ არის. აი მაგალითად გველის დანახვის დროს
2 წლის ბავშვი ცნობილია, რომ აი სისინა და შრიალა რაღაც სიტუაციების დროს შიშს გამოხატავს. ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ მას აქამდე არასდროს არ ენახავ თქვა ეს ქორწარმავალი, ხო? ამიტომ რაღაც შიშები ჩვენთან დაყოლილი გვაქვს. არის გარკვეულ ბგერებზე შიში. აი ჩვილ ბავშვებსაც რომ თქვა რაღაცა გარკვეული სიხშირის ბგერები ჩაურთო ძალიან ხმამაღალი შიშს იწვევს ეს. ესე რომ თლადესი არ არის ბავშვს არ ეშინია. რაღაცა ნაწილსაც ქონა გამოცდილებით ვიძენთ, მაგრამ ძირითადი ეს ასე ვთქვათ პიროყოფილი შიშები მოყვება და მოყვება. კატას ეშინია ძაღლის, მაიმუნს გველის. მიუხედავად იმისა, უნახავთ თუ არა თავიანთი შიშის ობიექტი მანამდე. პირველივე შეხვედრისას ირთვება თავდაცვითი ინსტინქტი. ასე რომ არის შიში შეძენილი განცდა. თუ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში არსებობს განსაკუთრებული პროგრამა, რომელიც მაშინ იღვიძებს, როდესაც ხიფათს გრძნობთ. 2005 წელი. ამერიკა. კოლუმბიის უნივერსიტეტი. გენეტიკოსებმა უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარეს თაგვებზე. მათ კოლბებში ათავსებდნენ. შემდეგ ურთავდნენ ერთსა და იმავე მუსიკას, რის შედეგადაც თაგვები მოძრაობას იწყებდნენ, რადგან ამ მუსიკის ჩართვასთან ერთად თაგვებს პატარა დოზით დენს ურტყამდნენ. გენეტიკოსებმა თაგვის ერთ-ერთი გენი გათიშეს და მათ ხმაზე რეაქცია აღარ ჰქონიათ. ამ ექსპერიმენტით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია არსებობდეს გენეტიკური კოდი, რომელიც შიშის ინფორმაციის მატარებელია. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, აქვთ თუ არა ადამიანებს მსგავსი კოდი. საუკუნეების განმავლობაში რელიგიის წესები შიშის თეორიას ეფუძნება. სწორედ ღმერთი შიში არ აძლევს ადამიანს საშუალებას ჩაედინოს ცოდვა და იცავს ცხოვრებას ქაოსისგან. შიში შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო უკავშირდება იმას, რომ ნებისმიერი ცოდვას მოყვება მძიმე შედეგები. ღვთის შიში შეიძლება შეიცვალოს ღვთის სიყვარულით, როდესაც ადამიანი წარემატება თავისი სრულყოფის გზაზე და რაღაც გარკვეულ საფეხურებზე ადის, შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ღვთის სიყვარულით და ერთგულებით აკეთებს ყველაფერს და არა შიშით. შიში შემაკავებელი ფაქტორია, რა თქმა უნდა, ცოდვის. თუ შიში ძლიერია, ის აკავებს იმ ნაბიჯებს, რომელსაც შეიძლება ცოდვა მოუყვეს. ღმერთისა და ეკლესიის შიშთან ერთად გაჩნდა კანონის შიშიც. სწორედ კანონის შიში აკონტროლებს სამყაროს. შიში არის ადამიანური ბუნების ნაწილი. ანუ ის, რაც ადამიანს აიძულებს სხვა ადამიანებთან ერთად გამონახოს საერთო ენა, ის, რაც ადამიანს აიძულებს იცხოვროს სხვა ადამიანებთან ერთად და შესაბამისად გაუმკრავდეს გარესამყაროს. ანუ რა არის უფრო უპრიანი? რა უნდა განსაზღვროს ადამიანების ქცევებს, რას უნდა ეფუძნებოდეს, თქვათ, ის, რასაც ვთქვათ, შიში შეიძლება დავარქვათ. შიში საკუთარი სინდისის წინაშე რომ რაღაცას დააშავებ, თუ შიში თქვა დაწერილი კანონის წინაშე, რომელიც ვიღაცების მხრიდან რაღაც სანქციას გულისხმობს. შიში აიძულებს იყოს საზოგადოებრივი. ანუ შიში აიძულებს მას მოძებნოს წესები, რომლის მიხედვითაც აწყობს თანაცხოვრებას სხვა ადამიანთან. ასეთ თანაცხოვრების წესები არის კანონები. თუმცა არის კიდევ ერთი რამ. ადამიანებს აქვთ შიშის მოთხოვნილება და მათ ეს სიამოვნებთ. შიშის ესთეტიკა უხსოვარი დროიდან ჩნდება არქიტექტურაში, მხატვრობასა თუ მწერლობაში. შიში ხელოვნებაში შეიძლება ორგვარად იყოს წარმოდგენილი. ერთი, როდესაც იქმნება რაღაც ნიმუში, რომელიც შეხედავდა შიშს მოგვრის, ხოლო მეორე კი თვითონ ნამუშევარში იგრძნობა თვითონ ხატვრის შინაგანი განწყობა, სადაც ეს შიში დომინირებს. ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ დაუშვათ ადამიანს რომელიც შეხედავს ამ ნახატს შეიძლება შეეშინდეს, შეიძლება სრულიადაც არ შეეშინდეს, მაგრამ გავიდეს და ნახოს ისეთი შედევრი, როგორც არის მონა ლიზა და წავიდეს და თავი მოიკლას. აი ძალიან ძნელია ამის ზუსტად ინტერპრეტირება, რომ აი ამის გამო დაუშვათ ძალიან დიდი შიში მოვიდა თუ არ მოვიდა. საერთოდ ითვლება, რომ აი ესეთი ჩვენება შიშის ანტიკური ხანიდან მომდინარეობს. ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, როდესაც მე-15 საუკუნეში ძველ რომში აღმოაჩინეს ნერონის ოქროს სასახლე, ანუ დომუს ორეა. იქ აღმოჩნდა საოცარი გამოსახულებები. ეს იყო რაღაც ფანტასმაგორიული პერსონაჟები, ზუსტად ვერ სიტყოდი ცხოველი იყო, ადამიანი იყო. შემდგომ ხანაში უკვე ჩვენ ხედავთ, რომ შუა საუკუნეებში
მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ ტაძრებზე გვხვდება ესეთი, ანუ არქიტექტურაში შეიძლება იყოს ჩართული ესეთი გამოსახულებები, ეს გარგუილები იქნება თუ ქიმერები. რენესანსის ხანაში იქნება ბოსხის ნიმუშები, აი ადამიანის მთელი მანკიერი მხარეები აი ესეთი საშინელებებით არის გადმოცემული. შემდგომი საუკუნეებიც არჩება გუგრილი ასეთი თემების მიმართ. მაგალითად, გოიას აქვს ესეთი ოფორტები, რომელსაც კაპრიჩიოსები ეწოდება და იქაც ძალიან ბევრი გაურკვეველი ფიგურებია წარმოქმნილი. აი ძალიან საინტერესოა ისეთი მხატვარი, როგორიც იყო ვარჰოლი, ხატავდა ჰოლივუდის სტარლეტებს, ვარსკვლავებს, ხო? აი მას აქვს ისეთი ნახატი, რომელსაც ქვია ელექტრონული სკამი. აი რო შეხედავ, მართლა შეიძლება აი შეგეშინდეს. ასე რომ რასაკვირველია ესეთი ნახატები გარკვეულწილად თავისი შემზარავი გამოხატულებით შეიძლება მოგხიბლოს, როგორც აი ფილმებში ვარ, ხა ვიღაცას უყვარს ჭყალებში ასე ვთქვათ უჟასების ნახვა და ვიღაცას საერთოდ ერიდება. პარიზი. ჩატარდა პირველი საშინელებათა ფილმის ეშმაკის სასახლის ჩვენება. მთავარი გმირები ფილმში მოჩვენებები, ღამურები და ჯადოქრები არიან. მაყურებელზე ამ ფილმმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და 120 წლის შემდეგაც ჰორორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია. რატომ არის შიში ასეთი მიმზიდველი და რატომ ვქნით ძალით ისეთ სიტუაციებს, სადაც შეგვეშინდება? ამერიკაში ჩატარდა ექსპერიმენტი. რამოდენიმე მონაწილეს აყურებინეს ჯერ კომედია, ხოლო შემდეგ საშინელებათა ფილმი. ჩვენებასთან ერთად ისინი სინჯავდნენ მათ ფიზიკურ მდგომარეობას. კომედიის ყურების დროს მონაწილეებში აიწია ბედნიერების ჰორმონების, ენდორფინების რაოდენობა. ჰორორის ყურების დროს სიამოვნების ჰორმონებმა დაიკლო. მეცნიერებს გაუკვირდათ, მაშინ რატომ უყურებენ ადამიანები საშინელებათა ფილმებს. მაგრამ ჰორორის დასრულების შემდეგ მათ ისინი ისევ გასინჯეს. და აღმოჩნდა, რომ სტრესის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნება იმდენად სასიამოვნოა, რომ ბედნიერების ჰორმონები ორჯერ გაიზარდა ვიდრე კომედიის ყურების დროს. მეცნიერების დასკვნით შიში ისეთივე ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, როგორც ნარკოტიკების მიღება. Good evening. I'm Alfred Hitchcock. ჰორორის ჟანრის შემქმნელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ინტერესი საშინელებათა ფილმების მიმართ შეიძლება იმით აიხსნას, რომ თვითონ ძალიან მშიშარა ადამიანი იყო და ფობიები ტანჯავდა. მაგალითად, მას ნებისმიერი ოვალური საგნის და განსაკუთრებით ჩვეულებრივი კვერცხის ეშინოდა. შეიძლება ცოტა სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, რომ ფსიქოს რეჟისორს ასე სძულდა კვერცხი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ჩვეულებრივი საკვებია. მთელს მსოფლიოში ადამიანები ყველა ხერხით ცდილობენ გაუმკლავდნენ საკუთარ შიშს თუ ფობიას. რუსეთში ჩაატარეს ექსპერიმენტი. ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად სიმაღლის ეშინოდა და ამ შიშის დაძლევა სურდა, აიყვანეს მე-12 სართულზე, რომ ბაგირით გადმომხდარიყო. ექსპერიმენტის გმირი 3 საათის განმავლობაში ვერ დგამდა ამ ნაბიჯს. ბოლოს მას მისცეს წამალი, რომელიც შიშის დაძლევაში დაეხმარებოდა. ექსპერიმენტის გმირი ზუსტად 9 საათში მე-12 სართულიდან ბაგირით დაეშვა. მას ეგონა, რომ მასზე წამალმა იმოქმედა. სინამდვილეში კი ეს წამალი ჩვეულებრივი დაფხვილი შაქრისგან შედგებოდა. გმირს შიში გაუქრა. აქედან დასკვნა. წამალი შიშის საწინააღმდეგოდ ჩვენშია და ორგანიზმს თავად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, როდის გვჭირდება შიში და როდის არა. შიში არის ჩვენი გონებიდან და აზროვნებიდან წამოსული ემოცია, რომელიც ჩვენშია. შიში არის ისეთი, როგორიც გვინდა, რომ ჩვენ დავინახოთ. და თუ ის ჩვენ ბოლომდე დაგვიპყრობს, უსარგებლოა დახმარების ლოდინი. პირველ რიგში უნდა გავითავისოთ, რომ შიში ჩვენი განუყოფელი ნაწილია და როდესაც ვებრძვით შიშს, ჩვენ ვებრძვით საკუთარ თავს. უბრალოდ ნუ მისცემთ ამ გრძნობას უფლებას, დათრგუნოს თქვენი თავისუფლება.